იარბაზი, იარაღის ბაზარი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. მინდა ესეთი დანა გაჩვენოთ ჩვენი წარმოების იარბაზ GAX წერია. შევბრძანდით, ნახეთ პარამეტრებიც ამ დანის იქ არის და ჩვენი არხი ამზადებს ამ დანას. ასე რომ იარბაზიზე შეგიძლიათ დადოთ იარაღი, ან ამე გაყიდოთ, ან იხილეთ. ეხლა მოდი თოფზე ვილაპარაკოთ. ბატონო, წარუდებით ბატონო ჩემო. ხალხს. შალვა კუსიანი, ტურნირის ორგანიზატორი. ეხლა ვართ პნევმატური იარაღის ზუსტი სოლის ტურნირზე. ასე რომ აი გარემო ესეთია, ვანო იქითაც აჩვენე ძმაო. დრო ვიხელთე და იარაღები ჩაწერა დავიწყე და თვითონ ვინც ამ იარაღების იმაშია, რა ქვია, მუღამშია და უფრო კარგად იცის, იმიტომ მე პნევმატურში მაინცა და მაინც ვერ ვერკევი და არც დავიბრალებ რა. კი ბატონო. ერთადერთი ადამიანი და მიხვდე რომ რა არის. თორე თუ მაგას მიხვდი მე ცხოვრება ადვილია. ქართველები ხო დილეტანტები ვარ. მირეკავი, შენ თოფის არა, აი ბიძა ჩემი რო ჯარიდან ჩამოვიდა 65 წელში. და რაღაცას მიყვება, ვა, მეთქი შენ რა მაგარი ხარ. ვაყოლნებ ხოლმე რა ვერთო. ამა მოდი ამ თოფზე ვილაპარაკოთ, ძალიან უცნაური თოფი ჩანს. შენ გვაქვს ეს ერთადერთი მოდელი საქართველოში. ესპანური წარმოების კომეტა ლინქსი. კომეტა ლინქსი? ლინქსია ცხოველი როგორც ტურა ეგეთი სამხრეთ აფრიკული. ეს ტოფი არის შექმნილი მხოლოდ ერთადერთი რამისთვის, ზუსტი სროლა. არანაირი ნადირობა, მიუთუმეტეს რომ შეიძლება კი არ არის პრობლემა, მაგრამ ძირითადად არის შექმნილი იმისთვის, რომ ზუსტად ისროლო. დადო ბენჩრესზე და ისროლო რა მაგისტვის. ხო, მაგრამ აი მათ ხოთი ხელში დავიჭირო. რაღაცა აკეთა ძლევს ცოტა ხო იცი. უნდა დაძლიოს, იმიტომ რომ ბალონი და რაღაცა, ანუ ჩამოსადებია აუცილებლად ამბები და რაღაცა. ეს ძალიან უცნაურია. პირველად ვნახე ესეთი დაფარვა ჩემია სხვათა შორის. აი ხო. იმიტომაც ვთქვი. ჩემი კომპანიის. იმიტომაც მეთქი ესეთი რამე არ ჰიდროგრაფიკ ჯორჯია. ხო. აი, იარაღით, მოდი ახლა ვანო ესაჩვენე რა. ჯერ მოდი ამაზე ვილაპარაკო. ძალიან მაგარია, ძალიან უცნაურია, ძალიან უცხოა და ძალიან ისეთია რა. ანუ თოფს ძალიან ძვირიან იმას აძლევს შესაძლოა სამეთქის მასალა ძვირიანია რა თვითონ. ხო, არა, ეკომოგიდევას და შეგიძლიათ მოიტანოთ ამ კასთან, ქვემოთ იქნება რეკვიზიტები და მე მაგაზე ვილაპარაკოთ. ანუ თუ დაგჭირდათ ეგეთი რამის გაკეთება, მოდი თოფზე გავაგზავნოთ ისევ ძმაო. მოკლედ თოფია ზუსტი სროლისთვის. მაგალითად ჩვენ ბენჩრესს ვატარებთ, unlimited bench-rest-ი, ახლა შეგიძლია რომ ყველანაირი ტყუით გამოხვიდე და სიმძლავრის თოფით, მაგრამ ჩვეულებრივ bench-rest-ში ეს თოფი გამოიყენება იდეალურად, იმიტომ რომ აქვს ზუსტად ის სიძლიერე და წნევა, რაც ჭირდება პელეტის ზუსტი სროლისთვის. ასე რომ ამ იარაღს ვინც ყიდულობს, იცის კონკრეტულად რისთვის უნდა რა. ანუ შემთხვევით ტიპი ამ იარაღს არ იყიდეს, ზვირი არ იყიდეს. იაფი არ ღირს ყოველ შემთხვევაში, რა სადღაც 4000, 5000 უახლოვდება. კაი ზორვა ფასი არის კი ბატონო. კი, მაგრამ ანუ ყველაფერი შიგნით არის იმ დონეზე დაბალანსებული. მაგალითად ჩინურ თოფი ხო გქონდათ ეხან ხელში, უნდა გადმოწენო კაც რაღაც მიწიო და ასე შემდეგ. იმდენად დაბალანსებულია, რომ რავი, თითით შეგიძლიათ გადმოტენოთ რა. აი ისეო. გადაიტანე. მიწია ორჩა. ყოველგვარი ძალის ზადარება. ხო, ანუ არ ჭირდება ამას ზედმეტი არაფერი. სასხლეტის დაშვებაც იდეალურია, რა თქმა უნდა. და ეს აუზი რამდენ წნე ატმოსფეროზე მუშაობს? აუზი არის კომპოზიტური კორეული წარმოების კოლბა, რომელიც 300 ბარზე დატენვით მუშაობს. უპირატესობა ალუმინის კოლბებისგან განსხვავებით ის აქვს, რომ სუბუქია, ორჯერ სუბუქია და 250 ბარის მაგივრად სამუშაო 300 ბარი ჩადის შიგნით. აქედან გამომდინარე, გასროლების რაოდენობა მეტი გაქვს. კომპოზიტის შემთხვევაში ასევე სუბუქია თოფი შედარებით დაახლოებით 9 კილოტი, რაც
კომფორტზე აისახება. აქედან გამომდინარე ამ ტოპით შედეგების დადება არის ძალიან ასე ვთქვათ ადვილი კარგი მსროლელისთვის. სხვათა შორის ორჯერ ჩემპიონია ეს ტოპი და ერთხელ მეორე ადგილოსა. საქართველოში. მაგრამ ეხლა ნახე მოდით მაგარი ტოპით ვარ და ვერა ვარ ისეთი მსროლელი და ვარ მაგარი მსროლელი და ვერა ვარ ისეთი ტოპით. რომელი უფრო უპირატესია? მაგარი ტოპი ქონდეს და კარგად ვერისო და ტოპის ხარჯზე გახვიდე თუ გამოსtildeო სროლის ხარჯზე გახვიდე და ნუ ეხლა მე არ ვწახი ლულა მოღუნულით, მაგრამ ნუ ნაკლებად მაგარი ტოპით. უფრო ჯობია სროლა იცოდე. არა. აი სროლელი ცელსაც კარგად ისმის თუ რა. ანუ ჯობია სროლა იცოდე, იმიტომ რომ ალღოს ადვილად ავუგებ ნებისმიერ ტოპს. ვიდრე არის ტოპის ხარჯით ვერ გავა. ხო, ტოპის ხარჯით ძნელია რა გასვლა. მე ბევრი ფული მაქვს და უფრო მაგარი რამე ვიყიდე და ეხლა ეგ გამორიცხულია უბრალოდ რა. და ამ ჭიდი აქვს ძალიან საინტერესო. შეხედეთ ერთი ცალი ტყვია იდება აქ. რო არ დაზიანდეს და მაქსიმალურად შევიდეს ლულაში თავისუფლად. ნახეთ, გადმოწევ ერთი ტყვია შევა. გაიგეთა. მიწევთ და იკეთა. ხო. გადმოიწევა, გაიხსნა. აჰა. ჩადებ, გაისრა. რო იქით არ შეიყო რაღაც არის ჩალიჩო ძალიან ჩაოლებრივი ჭიდი აზიანებს. ხო გადმოვიდა ჩადეთ ხო კი ბატონო. აქედან გამომდინარე ამ ტოპს წელიწადში შეიძლება 2-3 ჯერ მოუწიოს გასროლა, მაგრამ რისთვისაც იყენებდა ისრი, იმისთვის არის იდეალური, რა. აი თვითონ სასხლეტის დარეგულირება შეიძლება იქ რაღაცა ბოლოს. კი, სასხლეტის რეგულირება შეგიძლია მინუს უпростად 0.23 კილომეტრი. ეს არის ძალიან ანუ ოდნავი შეხება და კი მთლად ელექტროსასხლეტზე ძნობიარი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი სასხლეტია. აი საქართველოში ერთი რატოა. ანუ ვიღაცამ ჩამოიტანა, აქ არ იყიდებოდა ესა? აქ არ იყიდება, ჩამოტანილია კონკრეტულად ზუსტის როლისთვის და არა, მაგიტოა ეხლა ერთი ცალი პრემატიკაში ვიღაცამ 5000 გადაიხადოს, სერიოზული კი მე გადავიხდი მაგალითად 2000 ლარს ჩინურ ტოპში და ბენჩრესზეც გამოვარ, Slack Challenge-ზეც, სანადიროთაც წავალ და ყველაფერს გავაკეთე. მაგრამ კი, მაგრამ ის მე მაძლევს საშუალო შედეგს. ნუ თუ სერიოზული პრეტენზია გაქვს, უნდა გქონდეს კაი ტოპი, ანუ აიღაც ესეთი დონის რა, ყველა ვარია. კი, ეგ უკვე პროფესიონალური მიდგომის მხრივ გაუგნებთ რა. ანუ შენ ახლა არ მიიღე მონაწილეობა? არა, მე საჯი და ასე ვთქვა. როცა გეგმავ ტურნირს და რამე ანუ ყურადღების მიქცევა საჭირო ის სტაიჯების გავლენა. ისე გაქვს სხვა ენერგზე მონაწილეობა. მოგებული აქვს ამ ტოპსო? ამ ტოპს მოგებული აქვს, მაგრამ ეს ტოპია აკაკი რუაძეს. აკაკი რუაძე ერთ-ერთი საჯია, ორგანიზატორი. აკაკი რუაძეს აქვს მოგებული 2021-22 წლებში რა. ჩაეწერეთ, მიიღეთ მონაწილეობა და რა ვიცი. ასევე აკაკი ორაკარი. ასევე აკაკი რუაძის მეორე უძვირფასეს ტოპზე გადავალ. ეს ესპანური კომეტალინქსი დავდოთ და ავიდეთ უკვე დაელოდეთ და ამ ტოპის განხილვას ამ ვიდეოს შემდეგ გაჩვენებთ. დადი? იარბაზი, იარაღის ბაზარი.